საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებულობისთვის გივი თარგამაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ თარგამაძის პოზიცია მოისმინა იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე. საქმის არსებითი განხილვა 4 ივნისს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძეს გირაოს სახით 10,000 ლარი აქვს შეფარდებული. მეც ვიყავი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ომის გამოძიების და ზუსტად ვიცი რა ხდება და როგორ ხდება და ის პროცედურები არ ჩატარებულა, ეს ფაქტია, გენჯესტრა არ ყოფილა დაბარებასთან მიმართებაში, მაგრამ როგორც ვთქვით, ესე ჭრიან და კერავენ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, არც ვიცი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს არსებითი განხილვა, არც ვიცი რაც აქვს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილი, ნახავთ მე გამოვიწყდა. გარდა იმისა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ზუსტად იგივე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს, რითაც სისხლის სამართლის საქმე აწარმოებს გივი თარგამაძის წინააღმდეგ. აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა, იდენტური მუხლებია. შესაბამისად, უფრო მსუბუქი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული. სულ რომ დაუშვათ, რომ ეს კომისია ლეგიტიმურია. სახეზე გვაქვს ჩვენს დროებით საგამოძიებო კომისიის დებულება, სადაც მე-6 მუხლის მესამე ნაწილში დადგენილია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თუ კი არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიის მიერ დაბარებული პირი, არ შეასრულებს მის კანონიერ მოთხოვნას, არ მისცემს ახსნა განმარტებას, ან მიაწვდის სრულ ინფორმაციას, აღნიშნულისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ეს წერია პირდაპირ დებულებაში.